Partneris როგორ ბრძანდება? Partnereza როგორ ბრძანდება? ჩვენთვის ძალიან მძიმეა ბუნებრივია ეს ღამე თითოეული ჩვენგანისათვის და მე ვფიქრობ ძალიან ბევრი ადამიანისათვის საქართველოში. მე მინდა უპირველეს ყოვლისა პატივი მივაგო იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა სააკაშვილის რეჟიმის წყალობით. ძალიან სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, ვინც ძალიან დიდი სისასტიკით ასრულებდნენ აბსოლუტურად უკანონო ბრძანებას, არ არიან დღეს გამოვლინებულნი და დასჯილნი და ძალიან ბევრი მათგანი დღესაც მაღალ თანამდებობაზე მუშაობს. და უპირველეს ყოვლისა ამ ხელისუფლების სირცხვილია ის, რომ სააკაშვილი, რომელიც მთავარი შემოქმედია იმ უბედურების, რაც აქ დატრიალდა 26 მაის კამპანიისას, დღეს დემოკრატიის შესახებ ლექციებს კითხულობს მსოფლიოში. მაგრამ არაუშავს, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთმანეთის გვერდ-გვერდ ვიდექით 26 მაისს გადავუხადოთ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ამ ადამიანების გადამწყვეტი წვლილია იმაში, რომ სააკაშვილის რეჟიმი დამარცხდა. თუმცა მას დღეს ათეთრებენ და აცოცხლებენ, მაგრამ ჩვენ ამას არ დავუშვებთ და მე მინდა რომ ვუსურვო საქართველოს, რომ ყველა მომავალი 26 მაისი იყოს სიხარულის, სიკეთის, წარმატების და ქვეყნის ერთიანობის მომტანი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. ეს ძალიან მძიმე დღე იყო ჩვენთვის, ჩემი თანამებრძოლებთან ერთად, მაგრამ ასეთი მძიმე დღეები სულ ქონდა საქართველოს ისტორიის მანძილზე ქართველებს, მაგრამ აი ამ ბრძოლით, თავდადებით შემართებით სიმართლისათვის, სამშობლოსათვის, აი ასე მოვიტანეთ ჩვენ ეს ქვეყანა და იმედია რომ მომავალი თაობები არასოდეს არ შეეგუება იმ უმსგავსობას, რაც ხდებოდა იმ ავადსახსენებელ პერიოდში და იმედი არის რომ მომავალი თაობები არ აიჩევენ ისეთ ხელისუფლებას, რომლებიც დაუშვებს თავის ქვეყანაში აი ესეთ უმსგავსობას და ასეთ ტრაგედიას, რაც მაშინ 26 მაისს 3 წლის წინ აი სწორად ამ ადგილას დატრიალდა. ერთი 26 მაისი დგება, მეორეც ერთი რაც ეხება 2011 წლის 26 მაისის დღის პატივსაცემად იმ ადამიანების პატივსაცემად და ხსოვნისთვის, ვინც დაიღუპნენ აქ, ვინც დაზარალდნენ, ვინც 1000 ადამიანი, რომელიც უმძიმეს დღეში აღმოჩნდა და მე მინდა გითხრათ, რომ კიდევ ჩვენ საზოგადოებაში უკვე ყველა აცნობიერებს 2011 წლის 26 მაისის მნიშვნელობას, რაც დრო გავა კიდევ უფრო მეტად გააცნობიერებენ და გაიაზრებენ, რომ არა 2011 წლის 26 მაისი არ იქნებოდა 2012 წლის 1 ოქტომბერი. ჩვენ ყველანი ნამდვილად ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდ პატივს ვცემთ და მადლობელი ვართ, რომ მოხდა 2012 წლის 1 ოქტომბრის ცვლილება. მაგრამ მე კითხვას გისვავთ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ მოსულიყო ასპარეზზე პოლიტიკურზე, როცა ბადრი პატარკაციშვილი მოვიდა იმ პერიოდში, არ ეწეოდა მას იგივე ბედი, რაც ბადრი პატარკაციშვილს ეწია? თუ გაუჭირდებოდა წინა ხელისუფლებას ამის გაკეთება. აი სწორედ იმის გამო, რომ მოხდა ამდენი ბრძოლა მიდიოდა იქ ესე იგი 7 ნოემბრის გამოსვლები 2009 წლის აპრილის აქციები და ბოლოს ყველაზე მთავარი 26 მაისი იმ ხელისუფლებამ ფაქტიურად ძალადობის რესურსი ამოწურა და ვეღარ შეძლო ესე იგი წასულიყო ესეთ ზომებს. თორემ მოხდებოდა იგივე რაც მოუვიდა ბადრი პატარკაციშვილს. ამიტომ უნდა იყოს ყველა ობიექტური და ობიექტურად შეაფასოს 26 მაისის მნიშვნელობა.